მივმართეთ კიდევაც მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ ის სტრატეგიული, ასე ვთქვათ, არხი, ოპტიკურ ბოჭკოვანი, რომლითაც იღებს საქართველოს და მთელი რეგიონი ინტერნეტ მომსახურებას და მიბმულია ევროპასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის გასხვისებაზე, აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში. და გვაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ამას რუსული კომპანია Wimpel.com შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია განმარტება გააკეთოს ეროვნულმა საკომუნიკაციო კომისიამ. ჩვენ მივმართეთ ჩვენმა ფრაქციამ წერილით გუშინ და ჩვენ გვეგმავთ ორშაბათს თავისუფალი დემოკრატები გავაკეთოთ სპეციალური მიმართვა და ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნება ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების და ჩვენ მქონდა და საქართველოსაც განიცადა როგორც საომარი მოქმედების დროს ის მერე რუსეთის მხრიდან ესეთი თავდასხმა ჩვენ კიბერსივრცეზე. ეს არის ის საკითხი, რომელიც ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას ჩვენი ქვეყნის და ამიტომ მე მინდა რომ თქვენი მაყურებლების, თქვენი ეთერის საშუალებით საზოგადოებას მობილიზება გაუკეთო და ორშაბათს ამ ინფორმაციას კიდევ უფრო დაწვრილებით ჩვენი პარტიის წარმომადგენლები მიაწოდებენ საზოგადოებას. ეს იმდენად